ჩვენს მეგობრობას გაუმარჯოს. რაღაც ისეთი დრო მოვიდა, საკუთარ თავსაც იშვიათად ვხედავ სარკეში. წლიდან წლამდე ოჯახებთან ერთად მხოლოდ ბორჯომში ვახერხებთ ხოლმე შეკრება. აი ახლა სულ შემთხვევით ბორშის გადაღებამ მოგვიყარა თავი, ისიც არასრული შემადგენლობით. მე გემრიელ ყავას ვამზადებ, სანამ ყველა თავის საქმითაა დაკავებული. ეს ის ქაბაბებია 4 წლის შემდეგ ხორცის ჭამა რომ დამეწყებინა. თუმცა გრილზე შემწვარ სოკოზე, შებოლილი სულგუნით ჩვენც არ ვამბობთ უარს. სუფრაზე დასხდომის წინ ცინცხალ სალატს გემრიელი დრესინგით დავუმატეთ. ამასობაში უკრაინული ბორშიც მომზადდა და ცხოვრებაში პირველად გავსინჯა ხორცით და ლობიოთ. პამპუშკებზეც ბლომად არაჟანი გადაუსვი და გემრიელად გიახელით. სანამ დესერტის დრო მოვა, ერთმანეთს ვეხმარებით ხოლმე ალაგებაში და დალაგებაში. აი ესეთი სტუმრები მიყვარს მე. სვეტამ ორიგინალური ჩიზკეიქისა და ჟელეს დესერტები მოიტანა. მე კი ჩემი ბლოგის გადამკიდევ ისევ ძველებული ნამცხვარი მოამზადე. რიკამ დროზე დასხედით დესერტები უნდა გავსინჯო, მაგრამ ჯერ რომანტიული სანთლები უნდა ამენთო. ზუსტი თარიღი რა თქმა უნდა ვერ დადგინა, თუმცა იმ იმედით დავიშალეთ, რომ მალე ისევ შევიკრიბებით.